გამარჯობა, მე ვარ პიზა. დღეს ეკოკულტურა ესტუმრა წინანდლის მამულს, სადაც თანამედროვე ქართველი არტისტის ლია ბაგრატიონის გამოფენა გაიხსნა. საგამოფენო სივრცეში არის წარმოდგენილი არტისტის ინსტალაცია, რომელზეც უფრო სლად თავად ლია ბაგრატიონი მოგვიყვება. ეს ქალები 2018 წელს თბილისის ისტორიის მუზეუმში იყვნენ დაყენებულები მთავარ დარბაზში, იქ 8 ბოძი არის და 8 ბოძზე იდგა ეს 8 ქალი. რომ გადმოვიტანე, აი აქ მივიღე შემოთავაზება, რომ გავაკეთო გამოფენა. აი ეს კაბები მხოლოდ ნაჭრისგან იყო დამზადებული და ნუ აი აქ რა თქმა უნდა სხვანაირად უნდა დაყენებულიყო. ის 8 ქალის ინსტალაცია გადმოვიდა აქ, მაგრამ აქ არის 7 და სათაური არის 7 იმერვეს გარეშე. ეს ერთი ქალი გზაში დაიკარგა, ჩამორჩა, გამოჩნდება, ეს უცნობია. საგამოფენო სივრცეზეც რომ მოგვიყვეთ, თუ შეიძლება რამდენად მოგწონთ თქვენ თვითონ ეს ნამუშევარი აი ამ სივრცეში, როგორ ესადაგებთ? ეს ძალიან მომწონს, ეს გვირაბი ძალიან მომწონს. მე მქონდა შემოთავაზება, ეს რედისონის რამდენიმე ლოკაცია არსებობს, სადაც შეიძლებოდა გამეკეთებინა გამოფენა, მაგრამ ეს გვირაბი ძალიან მომწონს და ნუ მივხვდი, რომ რაღაცას აქ გავაკეთებდი. დასაწყისში ჩვენ დავდიოდით აქ, ვზომავდი, ვფიქრობდი, რა შეიძლება გაკეთდეს როგორ და ნუ როდესაც ეს გადაწყდა, რა თქმა უნდა გამოვთვალე თითქმის ზუსტად რა უნდა ყოფილიყო, სად რა დაფარულიყო, რამდენი თიმა დაგჭირდებოდა. ეს ტანსაცმელი არის თიხით დაფარული. შესაბამისად ეს მყარია. ეს კაბები ჩავაცვით აი ამ კონსტრუქციებს და მე დავფარე 2 დღის განმავლობაში ამ თიხით და ნუ შესაბამისად აი ამასაც ვალაგებდით და ფიქრობდით ესენი უფრო ახლოს იყოს, უფრო შორს იყოს, აქ ეს ზედმეტი იყოს, არ იყოს. ნუ მოკლედ გზადაგზა ჩდება ხოლმე გაუთვალისწინებელი სამუშაო კიდე, რომელიც არასდროს არ იფიქრე, რომ ეს დაგჭირდება, მაგრამ აი ესეთი რაღაცებით შევასრულე. წინანდლის მამულების ტერიტორიაზე ჩვენ გვაქვს 2 საგამოფენო სივრცე, ერთი არის სახლ-მუზეუმი ალექსანდრე ჭავჭავაძის, რომელიც 3 და 4 გამოფენით იფარგლება. წელიწადში უფრო აკადემიური, ესე ვთქვათ, ექსპოზიცია არის ხოლმე და აი ეს სივრცე სპეციალურად შევქმნით, ეს არის ამფითეატრის უკანა მხარე წინანდლის მამულებში, რომელიც არის ისტორიული შენობა თავის არქიტექტურით, რომელიც დავამუშავეთ სპეციალურად თანამედროვე ხელოვნების ექსპოზიციებისთვის და ამ შემთხვევაში ლია ბაგრატიონთან ერთად თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა ეს არაჩვეულებრივი, ესე ვთქვათ, ექსპოზიცია, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ შრეს. ანუ არის აქ, ესე ვთქვათ, სივრცე, თვითონ შემოქმედის ხედვა და ყველაზე მთავარი რაც არის ამ შემთხვევაში და ჩემთვის პირადად ასევე ძალიან ფაქტურა. აქ არ არის მარტო ესე გაშეშებული, ესე ვთქვათ, გაყინული ძეგლი არ არის, ანუ ეს თითქოს მოძრაობს და ზუსტად ეს იყო თვითონ შემოქმედის ჩანაფიქრიც, როგორც ვიცი, რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო ესე ხორუმივით, ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად, ვისაც როგორ წარმოუდგენია, რომ ეს ყოფილიყო ესეთი ხაზი ერთიანი და ძალიან მნიშვნელოვანია ამისი დანახვა. შესაბამისად ეს ყველაფერი თან მთლიანად, ესე ვთქვათ, ქანდაკების პრინციპი რადგან არ არის ბრტყელი და შესაბამისად ეს ყველაფერი ყველა სივრციდან არის ვიზუალურად მისაწვდომი და ამიტომ სხვადასხვა დროს შეიძლება სხვადასხვა შთაბეჭდილებაც დატოვოს.